ახალი მთავრობის პირველი სამუშაო დღე. ძველი მინისტრები თავიანთ კაბინეტებს ახალ მინისტრებს უთმობენ. როგორ მიმდინარეობს ხელისუფლების გადაბარების პროცესი? გაეცნენ თუ არა თავიანთ სისტემებში არსებულ მთავარ გამოწვევებს? როგორ და რა მიმდევრობით გეგმავენ ახალი მინისტრები ქართული ოცნების დაპირებების განხორციელებას? მთავარ კითხვას განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და სასჯელ ახსოვლების მინისტრი სოზარ სუბარი უპასუხებენ. გადაცემის ბოლოს პირველ საპარლამენტო კვირას ზურაბ ბიგოვასთან ერთად შევაფასებთ. თავარ კითხვას განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი უპასუხებს. აღამშვიდობისა ბატონო გიორგი და გილოცავთ უკვე ოფიციალურად ხართ განათლების მინისტრი გუშინდელი დღიდან. ჩვენ 8 წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ რომ ცხოვრობთ სახელმწიფოში რომელმაც დაძლია კორუფცია. და რომ სისტემები არის თავისუფალი კორუფციული სქემებისგან. თუმცა დღეს ჩვენ საინფორმაციო გადაცემაში გავიდა ძალიან კონკრეტული кейსი ერთი კორუფციული სქემის, რომელიც შესაძლოა სულაც არ იყო ერთჯერადი, არამედ შესაძლოა ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი. მაყურებელს უბრალოდ ვისაც არ აქვს ეს სიუჟეტი დანახი, ძალიან მოკლედ მოვუყვები რა ხდებოდა. ორი ბიზნესმენი, ცეცხლაძე და ბაქარაშვილი, მათ ჰქონდათ კომპანია, რომელსაც ჰქონდა ლიცენზია ინგლისური წიგნების შემოტანის საქართველოში, თუმცა შაშკინის მმართველობის დროს ლიცენზირების ეს ძველი სისტემა გაუქმდა და თავიდან უნდა მიიღოთ მათ ლიცენზია იმისთვის, რომ ინგლისური წიგნები შემოეტანათ საქართველოში და სწორედ ამ ლიცენზიის მისაღებად მათ მინისტრის თანაშემწემ ფელიქს უბირიამ მოსთხოვა ძალიან კონკრეტული ქრთამი და ვიდეო მასალიდან რომელიც გავიდა ასევე ჩვენ საინფორმაციო გამოშვებაში ცხადად ჩანს რომ საქმის კურსში იყვნენ როგორც მინისტრი შაშკინი ასევე მისი ერთ-ერთი მოადგილე კოკა სეფერთელაძე. შემდეგ მოხდა ისე რომ საკანში აღმოჩნდნენ არა ჩინოვნიკები, არამედ თვითონ ეს ბიზნესმენები. ეს ლიცენზია მიიღო სხვა კომპანიამ, რომელსაც მოგება დარჩებოდა 9 მილიონი ლარის ოდენობით. ანუ საუბარია ძალიან კონკრეტულ სქემაზე და იმაზე, რომ უდანაშაულო ადამიანები აღმოჩნდნენ საკანში. ისინი ახლა აპირებენ ჩივილს და ალბათ მოიპოვებენ კიდეც სამართალს. რას იტყვით იმის შესახებ? იყო თუ არა ეს ერთჯერადი კორუფციული სქემა, თუ იყო გამეფებული განათლების სამინისტროში მსგავსი კორუფცია? თქვენ ალბათ უკვე შეეცადეთ, რომ შესულიყავით საქმის კურსში, თუ რა ხდებოდა სისტემაში აი ამ ბოლო წლების მანძილზე? კი, მე დღეს მთელი დღე მქონდა შეხვედრები სამინისტროს და რამდენიმე სხვა სამინისტროს ირგვლივ არსებულ სტრუქტურასთან. ეს არის ძირითადად სიპები, ეს იყო ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიპი არის, რომელიც მუშაობს ამ სისტემაში და ძალიან სერიოზული ინტეგრალური ნაწილი, შემადგენელი ნაწილი არის ამ სისტემის, ეს არის ხარისხის მართვის და აკრედიტაციის ცენტრი და ეს არის გამოცდების ეროვნული ცენტრი. ორივესთან მქონდა შეხვედრა და გარდა ამისა ჩემს თანამშრომლებთან იქ მინისტრის მოადგილეებთან და რა ვიცი მე დამხვდა ყველგან პრინციპში კვალიფიცირებული ის ადამიანები, ვისაც მე ვესაუბრე. და ბუნებრივია მხოლოდ რაღაცა ზოგადად შევძელით ამ ეტაპზე საუბარი საქმეში ჩახედული და ძალიან კვალიფიციური კადრი შტაბეჭდება სტოვებენ. და მე რაღაც პირველი სამუშაო დღე ძალიან გამიადვილდა, იმიტომ რომ იყო საინტერესო, იყო ორიენტირებული პროგრამებზე, პროექტებზე და ძალიან საქმიანი. ახლა შეეხება კორუფციას, ბუნებრივია მე ინფორმაცია ამის თაობაზე, ამ ეტაპზე მაქვს მხოლოდ თქვენგან. ჩემთან და ალბათ თუ ესეთი სქემები არსებობს და არსებობდა და ნუ რა სიშოს არსებობდა. ეს თემა ალბათ ნელ-ნელა წამოვა, თუმცა არა ჩემი უწყებიდან, ალბათ არამედ შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა უფრო დეტალურად შეისწავლის ამ თემებს და მეტს გავიგებთ ჩვენ იმის თაობაზე რა ხდებოდა უწყებაში. ესეთი სფერო, რომელიც შესაძლებლობას ბადებს კორუფციული გარიგების, ჩემი აზრით არის რამდენიმე. ძირითადად ეს არის ის დიდი ხარჯები, რასაც ვახორციელებთ, ეს არის
შესყიდვები, ეს არის აი ესეთი ტიპის გრიფები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას ხსნის შესაძლებლობას კომერციული აქტივობისკენ და ეს არის ის რემონტები, ასე ვთქვათ, სკოლის რეაბილიტაციები, რომელსაც ვატარებთ. სხვაგან მე ასეთ დიდ წყაროს ჯერჯერობით ესეთი ზოგადი დანახვით მე ვერ ვხედავ. ალბათ ისედაც უფრო ელიტური იყო და თვითონ სქემა, რაც აქ არის ნაჩვენები, ხო? ხო, ეს არის სქემა, ისეთი სქემა, რომელიც არ გვიკვირს, რომ არსებობდა, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ ვიცით, რომ წინა ხელისუფლებამ მართლაც შეძლო ქუჩიდან და აი რასაც ქვია ქუჩის კორუფციის მოსპობა, მაგრამ გადაიტანა კორუფცია მაღალ ეშელონებში და იგივე რეჟიმში ჯდება ეს სქემაც. ნუ ჩვენი საქმე როგორც სამინისტროსი არის მაქსიმალურად ამ სქემების შესაძლო წარმოქმნის პრევენცია, იმითი რომ შევქმნათ სწორი სტრუქტურები. რა თქმა უნდა, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საკითხი არის რეალურად კრიმინალის მიდევნა. თუმცა ჩვენ ვიმუშავებთ ამასთან მიმართებაში, რომ პრინციპში ესეთი სქემა შევქმნათ, რომელშიც ეს რთული იქნება. ხა კრიმინალი ყოველთვის არის შესაძლებელი, სადაც არსებობს რაღაცა სახსები, იქ არის შესაძლებლობა კრიმინალის. ძირითადად ამაზე ვიმუშავებთ მე და ჩემი მოადგილე, ქალბატონი თამუნა სანიკიძე. ის ძალიან გამოცდილი არის საერთოდ ფინანსების მართვის და ასეთი ტიპის დაგეგმვის კონტექსტში და საკითხებთან დაკავშირებით. ხო, და ალბათ თუ ახალი ფაქტები გამოჩნდება, ეს ახალი ფაქტები ალბათ მაინც წამოვა ან პროკურატურიდან, ან შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ანუ ფიქრობთ, რომ სისტემა მაინც არის შესაძლებელი, ისე რომ ნაკლები ჰაერი დარჩეს? ბუნებრივი აქ არის ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ მე არ მინდა, რომ იმ კონკრეტულ საკითხებზე ვილაპარაკო, რომელიც იმ კონკრეტულ ასე ვთქვათ, გამოსასწორებელ სქემებზე ვილაპარაკო, რომელიც მე დღეს ვნახე. იმიტომ რომ იყო რიგი შემთხვევები, სადაც უბრალოდ მე კითხვის ნიშანი გამიჩნდა, რატომ არის ეს აი ესე ორგანიზებული. აი მაგალითად საინტერესოა. მიჭირს ამაზე ეხლა თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ მე ჯერ არ შევხვედრი ვარ უშუალოდ ამ სამსახურებში მომუშავე ადამიანებს. ვინც პასუხი უნდა გაქცეთ, რატომ იყო ეს ასე? მე უფრო ვესაუბრებოდი მინისტრის მოადგილეებს და ვკითხულობდი, რომ აი ეს რატო არის აი ესე დალაგებული. შეიძლება არსებობს რაღაცა სხვა ლოგიკა. მაგრამ ესეთი რამდენიმე და თქვენ რისი ეჭვი გაგიჩნდათ? აი რატომ არის ეს ასე დალაგებული? აქ არის ეჭვირის თაობაზე, როდესაც სისტემა არ არის, როდესაც სისტემის მუშაობაში ნათლად არ ჩანს, რატო არის ეს სისტემა, უბრალოდ როგორ მუშაობს სისტემები. მარტივად უნდა ჩანდეს კავშირი, დავუშვათ მის სისტემის ფუნქცია და მისი დარეგულირების, ანუ კონტროლის მექანიზმი. ეს მარტივად უნდა ხელის გულზე იდოს. შეიძლება ეს უშუალოდ არ ჩანდეს, მაგრამ რაღაცა სხვა ლოგიკა იყოს, რატომ არის ეს უფრო რთულად აწყობილი, ვიდრე შესაძლებელია. არის ხოლმე შემთხვევები, რომ აი ეს უფრო რთულად არის აწყობილი, იმიტომ რომ და რამდენიმე შემთხვევა ვნახე, რომელშიც მე უბრალოდ კითხვის ნიშანი გამიჩნდა. ეს არის უბრალოდ კითხვის ნიშანის სისტემა, რატოა ესე მოწყობილი, თუმცა ეს საკითხები დაკავშირებულია ფულთან და დიდ ფულთან. მე ჩემი ვარიანტი მაქვს ამ სისტემის დალაგების, თუმცა უფრო დეტალურად უნდა გავიარო კონსულტაცია სპეციალისტებთან, თვითონ ამ სისტემაში მომუშავესთან. ჩემი საქმე ამ ეტაპზე კორუფციასთან მიმართებაში არის სისტემის დახვეწა. რაც შეეხება კონკრეტული შემთხვევების აღმოფხვრას, ის უფრო სამართალდამცავების ფუნქცია. როგორ ფიქრობთ, თუ გახდება უფრო დეცენტრალიზებული თვითონ განათლების სისტემა? საერთოდ კოალიციის ლიდერის ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის მიდგომა საკითხებისადმი რამდენთაც მეუხვდები მიდის მაქსიმალურად დეცენტრალიზაციისკენ, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ სისტემების მართვის თვალსაზრისითაც. ფიქრობთ თუ არა, რომ დეცენტრალიზაცია განათლების სისტემაშიც ხელშეუწყობს სწორედ გამარტივებას და იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი თავისუფლება ერთი მხრივ, მაგრამ ნაკლები შანსი, რომ ცდუნებებს აყვნენ კონკრეტულ შემთხვევაში. აქ არის ორი მომენტი, აქ არის ერთდროულად დეპოლიტიზაცია და დეცენტრალიზაცია. საქმე ისაა, რომ ცენტრალიზებული მართვის სტრუქტურები, რაც მე ვნახე ამ სისტემაში,
რამდენადაც მე ვხვდები ლოგიკას გამოწვეული იყო პოლიტიკური мотивაციით. მაგალითად მანდატური სამსახური, რომელსაც ჩვენ აზრს უცვლით, მაგრამ ვინ არჩუნებთ და ის იქნება პრინციპულად ორიენტირებული უფრო დაცული სკოლისკენ. სამინისტროზე იქნება თუ არა დამოკიდებული, თუ იქნება სკოლაზე, მანდატურის ინსტიტუტი. აქამდე ექვემდებარებოდა სამინისტროს. სერვისი, რომელსაც სამინისტრო სთავაზობს სკოლას. გასაგებია. და სკოლის გადასაწყვეტი იქნება, ეხლა როგორ სკოლის, ეხლა მანდაც ესეც მომენტია, როგორ უნდა გადაწყვიტოს ეს სკოლა, ეს სკოლასთან ერთად ეს უნდა ფინანსის სისტემის შიგნით მოვილაპარაკოთ. მაგრამ აი მაგალითად მანდატური სამსახური, ეს არის სამსახური, რომლის აზრიც და არსიც არის უფრო დაცული სკოლა, მაგრამ რომელიც მარტო იმაზე კი არ ზრუნავდა, რომ იქ დანაშაულის პრევენცია მოეხდინა. არამედ აგრეთვე ზრუნავდა იმაზე, რომ მოეხდინა მასწავლებლების კონტროლი. ან პოლიციური ფუნქცია ჰქონდა ერთგვარად. უფრო სადაზვეროა, იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ უშუალოდ ჩართული დანაშაულის აღკვეთაში, ისინი იყვნენ ჩართული აი გარკვეული ინფორმაციის მოგრებაში, ეს უფრო სადაზვერო ოპერატიული საქმიანობაა, ვიდრე პოლიციური. ეხლა აი ვითარებაში ამ ნაწილს რომ მოუხსნით თავისთავად ეს გამოიწვევს სისტემის უფრო გათავისუფლებას. ეს ყისიერვე უნდა ჩანაცვლდეს რამე სხვა აქტივობით. ანუ უფრო მეტად უნდა ჩაერთოს მშობელი, უფრო უნდა გააქტიურდეს მასწავლებელი, უფრო მეტი კონტაქტი უნდა მოხდეს საზოგადოებასთან. იმიტომ რომ შენ რო რაღაცა ცენტრალურ სისტემას ასუსტებ, რაღაცა უნდა დაიკავოს აი ის ვაკუუმი, რომელიც შიგნით არის. ხა მანდატური კიდე ერთხელ ეს იქნება სერვისი, რომელიც მიეცემა სკოლას, მაგრამ გარკვეულწილად სკოლაზე ჩვენც ვართ პასუხისგებელი, ხო რა, თვითონ სამინისტრო რომ სკოლა ეს შეუძლებელია რომ დავუშვათ ვთქვათ რომ ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს შესაბამისად სკოლასთან რა ტიპის კონსულტაციები იქნება, როგორ იქნება ეს შეთანხმებული. ეს სქემები ჩამოსაყალიბებელია, მაგრამ პრინციპულია რომ მანდატური აღარ აკონტროლებს მასწავლებელს, აღარ აკონტროლებს დირექტორს. მანდატური არის იმ სიფტყეში, სადაც ხდება დანაშაულის პრევენცია. გასაგებია, ანუ შეზღუდული იქნება მათი მოქმედების არეალი უფრო ვიდრე იყო აქამდე. იქნებიან პარტნიორები მშობლებთან, მასწავლებლებთან და ბავშვებთან ასევე. იმისთვის რომ შექმნან უფრო დაცული სამყარო. თუმცა ანუ პოლიტიზაცია მხოლოდ მანდატურის ინსტიტუტით არ იყო განპირობებული, ხომ ასეა თავისთავად დირექტორები, მასწავლებლები ძალიან კარგად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ სქემებში. როგორ უნდა გაანთავისუფლოთ? გასაგებია, რომ ეს აუცილებელია. გიადვალი საუბრობს აკადემიურ თავისუფლებაზე. როგორ უნდა განახორციელოს, როგორ უნდა მივხვდეთ აკადემიურ თავისუფლებაზე ოღონდ სკოლაში. ხო, ოღონდ სკოლაში და არა არის ლაპარაკი თვითონ მთელი საგანმანათლებლო პროცესის არსი მდგომარეობს თავისუფლებაში. იმისთვის რომ შენ კვალიფიციურად აწარმოო განათლება და დაუშვათ იგივე მეცნიერება, შენ უნდა სისტემა კონდეს განთავისუფლებული. ამ შემთხვევაში როგორი სისტემა უნდა ან რა ხდებოდა იქ? ეს არის ეხლა შეხედეთ ნომინალურად, ფასადურად სკოლები დეცენტრალიზირებულია. იმიტომ რომ იდეაში ჩვენ ამ გზაზე დავდექით და რეალურად დირექტორებს ნიშნავენ იქ საბჭოები, მშობლების და მასწავლებლების მიერ შექმნილი და აი ეს რაღაცა სტრუქტურა თითქოს და დემოკრატიული. მაგრამ მეორე მხრივ თვითონ აზრი ამ სისტემის არის არასწორი, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ დირექტორი იყო დამქირავებელი და შენ გნიშნავდეს ის ადამიანი, ვისაც შენ ქირავ. და შენ იყო მაკონტროლირებელი და შენ გაკონტროლებდეს ის ადამიანი, ვისაც შენ აკონტროლებ. აზრი ამ სისტემის არის არეული და რეალურად ეს სისტემა არ მუშაობს. ჩვენ უნდა შევქმნათ სხვა სისტემა, სადაც ბალანსი და უფლებები და მოვალეობები იქნება გაყოფილი. და აქედან გამომდინარე რეალურად მოვახდინოთ სკოლების დეცენტრალიზაცია. პირველი ეტაპი, რასაც მე ვხედავ, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ბერკეტის მოხსნა. და პარალელურად შეთავაზება ახალი რაღაცა მართლობითი სქემების. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს, რომ დღეს ვართ გარდამავალ პერიოდში გარკვეულწილად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში არ წავიდეს პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორების. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ და ეს არის დიდი დანაშაული. შეიძლება კორუფციაზე უფრო მეტი დანაშაულის წინა ხელისუფლების, რომ მათ ყველაზე ისეთ მნიშვნელოვან ასპექტში ჩვენი საზოგადოების, ჩვენი შვილები იზრდებიან, იქ შეიტანეს პოლიტიკა. რეალურად არჩევნების პერიოდში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მექანიზმი სამობილიზაციო პოლიტიკური მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ აი აქ პროცესებმა ძალიან შვიდად
კონფლიქტის გარეშე რაღაცა მორიგების და რბილად ჩაიაროს. ეს არის ის ადგილი, სადაც თუნდაც პოლიტიკური სამართლიანობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ის თაობა, რომელიც იზრდება, მათ წინაშე ეს არ იყოს რაღაცნაირად განხორციელებული, როგორც ანგარიშწორება, იმიტომ რომ ისინი გვიყურებენ ჩვენ როგორ ვეურთიერთებით ერთმანეთს და თუ ჩვენ ისინი დაინახავენ კონფლიქტს სკოლაში, მე ამაზე ძალიან ვიდარდებ. რა თქმა უნდა, გარკვეული ბალანსი იქ ხელახლა აღსადგენია, ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალებულია, მაგრამ როგორ აღვადგინოთ ეს ბალანსი? აი უახლოეს მომავალში მე ამის თაობაზე მექნება ურთიერთობა საზოგადოებასთან და იმედი მაქვს, რომ დამეხმარებით, რომ ეს თემა უფრო გავშალოთ უახლოეს მომავალში. ერთი მხარეა ეს, ანუ პოლიტიკური მხარე განათლების სისტემის. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მხარე ეს არის უკვე ხარისხი განათლების საქართველოში. პირველ რიგში რა მაინტერესებს, აი შეგიძლიათ ცალსახად თქვათ, რომ აი ბოლო 8 წლის მანძილზე ხარისხი განათლების საქართველოში გახდა უკეთესი. მიჭირს რა იმის თქმა, იმიტომ რომ ბოლოს როგორც მახსოვს რეიტინგებზე უარი თქვა ხო, ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, როდესაც ჩემი ინფორმაციით მინისტრმა შაშკინმა აკრძალა ჩატარება რეიტინგური გამოკვლევის, რაც ჩემი აზრით ძალიან სერიოზულად მეტყველებს იმაზე, რა აზრიდო თვითონ მის მართლობაში, მაგრამ ამასო თავი დავანებოთ, მე რეალურად არ მაქვს სურათი, რომელსაც შევადარებთ. დღესთან შედარებით შევადარო ამ 9 წლის განმავლობაში, ანუ რა იყო 2003-ში რა არის დღეს, მიჭირს ამაზე. მაშინ სხვანაირად დავსვავკითხოს, არის თუ არა თქვენთვის დამაკმაყოფილებელი? ის სწავლის დონე თქვენ სკოლასთანაც გქონდათ შეხება აქამდე, თქვენ რექტორი იყავით? სკოლასთან მქონდა შეხება, ელიტურ უმაღლესთან მქონდა შეხება, ჩემ ორივე საქმიანობაში, სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ მოვდივარ როგორც ჩემი უნივერსიტეტიდან, ჯიპადან, ასევე მოვდივარ კიქეთის სკოლის საზედამხედველო საბჭოდან, ასევე მოვდივარ თქვენგან და ამაზე ძალიან ვდარდობ, იმიტომ რომ ვიყავით ძალიან საინტერესო ჯგუფის წევრი, მაგრამ იქ ეს იყო უფრო ელიტური და ასე ვთქვათ ყველაზე მაღალი კლასის სასწავლებლები. ეხლა რაც შეეხება ხარისხის კმაყოფილება, ბუნებრივია შეუძლებელია რომელიმე ეტაპზე იყო კმაყოფილი ხარისხით, იმიტომ რომ ეს მუდმივად უნდა ზარდო. მაგრამ არის რაღაც სტანდარტი, რომელსაც ან აკმაყოფილებს, ან არ აკმაყოფილებს ხარისხის. რამდენადაც მე ვიცი რეიტინგების მიხედვით, რომლებიც არ ჩატარდა, ძალიან დაბალი სტანდარტია, მაგრამ რომც ძალიან მაღალი სტანდარტი იყოს, მაინც არ ვიქნებოდით კმაყოფილი. ჩვენი ფუნქცია, ჩვენ ეხლა ვფიქრობთ იმის თაობაზე, ამდენად ბევრად უფრო მეტი ხარისხის ზრდის პროდუქტი შევთავაზოთ მასწავლებლებს, ანუ ბევრად უფრო მეტი კურსი, კვალიფიკაციის ამაღლების, უნარების ამაღლების, დივერსიფიცირებული. ამაზე ეხლა ვფიქრობთ. დღეს ჩვენ ვართ ამ საკითხის შესწავლაში. ხარისხის გაზომვა შენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მე ადეკვატური რეაგირება გააკეთო. მიუხედავად იმისა, რომ არ გაკეთდა ამ წელს გაზომა, მე ვიცი, რომ წინა წლებში იყო უაღრესად დაბალი ხარისხი. და ამაზე ბუნებრივია ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მეტი შევთავაზოთ მასწავლებლებს. ეს ალბათ უნდა დაიწყოს სკოლიდან და როდესაც საატესტატო გამოცდები შემოიღეს, მაშინ ერთ-ერთი მიზეზი ერთ-ერთ ეს დასახელდა, რომ ეს ამაღლებდა სწავლის დონეს სკოლაში. თქვენ როგორ ფიქრობთ? არის თუ არა სტიმული? უბრალოდ რეალურად შეასრულა თუ არა ეს როლი? ჩვენ უცნაური სისტემა გვაქვს, საქმე ისაა, რომ ჩვენთან ყველაზე წარმატებული არის ის, რაც უნდა იყოს ყველაზე წარმატებული, მაგრამ ბოლოს. სასწავლო პროცესში გამოცდა არის პროცესის ბოლო და კარგი გამოცდის ჩატარება არის პროცესის შეგიძლია სულ ბოლოს გააკეთო ეს და ჩვენ გვაქვს ყველაზე წარმატებული ნაწილი ჩვენი საგანმანათლებლო რეფორმის არის მის ბოლო წერტილში გამოცდებში და აქედან გამომდინარე ცდილობენ სისტემა წარმატებულიდან იმოქმედონ სისტემაზე საგამოცდო სისტემა რაც არ უნდა წარმატებული იყოს ის ხო ვერ შესწulis სწავლას იმიტომ რომ სწავლობ არა გამოცდისთვის არამედ იმისთვის რომ ცოდნა მიიღო ჯერ ეს ერთი და მეორეც ერთი კარგი საგამოცდო სისტემა არანაირად არ გულისხმობს კარგ სასწავლო პროგრამას. ასე რომ ასეთი უკუმიზეს შედეგობრივი დამოკიდებულება სასწავლო პროცესთან შეიძლება რაღაცა თვალსაზრისით შენ დისციპლინარული ნაწილზე მოახდინოს გავლენა, რომ ავალდებულებ ადამიანს სწავლას და აქედან გამომდინარე შენ რაღაცა გავლენას ახდებ, მაგრამ დისციპლინარულს. თუ სასწავლო პროცესი არ ვარგა, კაი გამოცდა ჩაატარო. ისე ხარ თუ არა უკვე ჩამოყალიბებული იმაზე, დარჩება თუ არა საატესტატო გამოცდები? ამასთან დაკავშირებით მუშაობთ,
ქალბატონ მაიასთან. დიახ. დღეს ქალბატონი მაია დაინიშნა, უბრალოდ მე გავგზავნე ეს ჩემი პოზიცია პრემიერ-მინისტრთან და პრემიერ-მინისტრი როცა დაინიშნა დღეს ქალბატონი მაია ცენტრის ხელმძღვანელად და ქალბატონი მაია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ, მასთან ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ და უახლოეს დღეებში. ეს ნიშნავს, რომ მართლა უახლოეს დღეებში და მან ამასთან დაკავშირებითაც მინდა გთხოვოთ, რომ აქტიურად მოგცეთ ჩვენ შესაძლებლობა ეს ინფორმაცია დეტალურად ყველაზე დიდი ინტერესი არის განათლების სისტემის მიმართ, ამას სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, ეს ჩანს ყველგან საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში და ყველგან. და ამიტომ არის ბევრი კითხვა. ამ ინტერესს მე იმედია ვთარგმნი, შევძლებ რომ თარგმნო ჩართულობაში და აქტიურობაში, იმიტომ რომ ერთია უბრალოდ გაინტერესებს, მეორეა მზად იყო, რომ ჩაერთო და ამ თვალსაზრისითაც მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მშობლები, რომელიც ბუნებრივად დაინტერესებული იქნებიან და არიან ამით, იქნებიან მზად, რომ აქტიურად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში. ძალიან ბევრი, ამიტომ შეკითხვას დრო არ გვაქვს ბევრი, რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას დავსვავ, რა ძალიან აინტერესებს საზოგადოებას. დაფინანსების სისტემა ყველაზე მტკივნეული თემა საქართველოში. რადგან ძალიან ბევრი ბავშვი, რომელსაც აქვს კარგი მონაცემი, უბრალოდ ვერ აბარებს უმაღლეს სასწავლებელში და ეს არის რეალობა, იმიტომ რომ მას არ აქვს, მის ოჯახს არ აქვს საშუალება დაუფინანსოს სწავლა. არსებობს ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი სისტემა თანადაფინანსების და ასე შემდეგ. ან თუნდაც იგივე კურსდამთავრებულების სისტემა, როდესაც ადამიანი სხვას უფინანსებს სწავლას, მას შემდეგ რაც დაამთავრებს უმაღლეს, ეს არის დღეს საქართველოში ერთადერთ უმაღლეს სასწავლებლებში. უმაღლესებზე. დიახ, უმაღლესი, რა თქმა უნდა, უმაღლეს სასწავლებლებში, რადგან საჯარო სკოლები არა, გავიგე, მაგრამ თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს დღეს ეს სისტემა შემოღებული საქართველოში, სხვაგან არ არის. ფიქრობ თუ არა, რომ რაიმე თუ ეს არა სხვა სისტემა შემოიღოთ ისეთი, რაც გაუხსნის კარს უმაღლეს სასწავლებლებში კარგი მონაცემების ბავშვებს, ვისაც არ აქვს სწავლის დაფინანსების საშუალება. ჯერ ზოგადად ვაუჩერით დაფინანსება, ანუ ფულის მიცემა სტუდენტისთვის მე მიმაჩნია სწორი გადაწყვეტილება იყო და სტრატეგიულად სწორი გზა არის. ვაუჩერის, ასე ვთქვათ, მოდელირებას როგორ გავაკეთებთ, საითკენ მივმართავთ ვაუჩერს, ეს სხვა თემაა და ამაში უფრო მეტად უნდა გავერკვა, რომ ჩვენ ამასთან მიმართებაში პოლიტიკა ჩამოვაყალიბოთ. ეს ერთი. მეორე, უმაღლესებში ფული უნდა შევიდეს უფრო მეტი. ეს ამასთან დაკავშირებით იყო ხოლმე კითხვის ნიშნები, იმიტომ რომ საარჩევნოდ იყო ლაპარაკი უფასო განათლებას. უფასო განათლება არ არსებობს. მაგრამ აქ საუბარი იმაზე ვინ იხდის ამ. საქმე ისაა, რომ ჩვენი მიზანი სამინისტროსი უნდა იყოს მეტი სახსრების მოძიება, იმისთვის რომ მეტი ფული გავატანოთ სტუდენტს და სწავლა სტუდენტისთვის უფრო იაფი იყოს, მაგრამ თუ მეტი ფული არ მივიდა უმაღლესში სერიოზულ პრობლემას შექმნის. ეს მეორე. მესამე, უმაღლესები არიან დამოუკიდებელი სტრუქტურები, რომლებსაც ჩვენ მხოლოდ ხელი შეიძლება შევუწყოთ. ამ თვალსაზრისით თვითონ ერთი არის საბიუჯეტო სახსრების მიმართვა, იქეთ უფრო კვალიფიციურად და უფრო მეტის. მეორე არის მათთვის მათ საარსებო გარემოზე ზრუნვა. ანუ სხვა კონტექსტში იგივე დაუშვათ საბანკო სექტორთან მოლაპარაკებები და მცდელობა იმისა, რომ სასწავლო გრანტები უფრო გაიაფთეს, ან უფრო კომფორტული გახდეს. ბიზნესთან ლაპარაკი დაუშვათ იმ ტიპის კონტრაქტების უზრუნველყოფაზე, რომელთა შედეგადაც დაუშვათ ბიზნესი აფინანსებს რომელიმე სტუდენტის სწავლას, ხოლო შემდეგ რაც ასევე აპრობირებული პრაქტიკაა, მაგრამ ეს მე მგონი უფრო სამაგისტრო განათლებაში აპრობირებული. ხო, ალბათ უფრო სამაგისტრო პროდუქტია, მაგრამ ნუ მე ზოგადად ვლაპარაკობ. მესამე მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ საერთოდ უფრო აქტიური და ბატონი დვალის აქტიურობა მაგ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად კვლევებში, რომელიც ძალიან სერიოზული ნაწილია ნებისმიერი უმაღლესის მეტი შესაძლებლობა გაიხსნას. აი ამ თვალსაზრისით ჩვენი მიზანი უმაღლესებთან მუშაობის თვალსაზრისით იქნება ის, რომ მოვახდინოთ, შევძლოთ, შევქმნათ ბაზა, რომელიც უფრო გახსნის დივერსიფიკაციას შემოსავლებისა უმაღლესებისთვის. კიდე ერთი საინტერესო რამე, რომელსაც ალბათ ახლა ვცდები რომ ვამბობ, იმიტომ რომ ეს უნდა ჯერ განვიხილო დაუშვათ იგივე ფინანსთა მინისტრთან, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან ისეთი სერიოზული მდგრადობის ბერკეტი უმაღლესებში არის დასავლეთში, ეს არის მათი ფონდები.
აი ფონდების შექმნისა და მათი დაბეგვრის სისტემის თაობაზე თუ მივახცეთ რამე ტიპის შეთანხმებას ფინანსთა მინისტრთან და სამთავრობო გუნდის შიგნით ესეც კიდე ერთ ბერკეტს შექმნის. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან უნდა იყოს მცდელობა უმაღლესი ფულის შესვლის რაოდენობის გაზრდისა. კიდევ ერთხელ დღეს ცოტა ადრეა კონკრეტულ პროექტებზე ლაპარაკი. თუმცა ამის დროც მოვა და თუმცა სხვა შორის ერთი კარგი რამე ძალიან ცოტა იყო კარგი, მაგრამ ერთი კაი რამე რაც ჩამოვიტანე ქუთაისის საპარლამენტო სხდომებიდან, რომლებსაც ვესწრებოდი, იყო ის, რომ კომიტეტის სხდომაზე მთელი კომიტეტი იყო გაერთიანებული, უმრავლესობაც და უმცირესობაც იმ იდეოლოგიით, რომ ისინი მზად არიან მეტი ფული და რეალურად ბიუჯეტს იღებს პარლამენტი და შესაბამისად კომიტეტი, რომლის განათლების სისტემაში საჭიროა მეტი ფული. კიდევ ერთი შეკითხვა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დაამთავრეთ თქვენც და მეც, სტუდენტები ითხოვენ, რომ უნივერსიტეტი იყოს ავტონომიური და იყოს დამოუკიდებელი. ისინი თქვენთან შეხვედრის სურვილსაც გამოთქვამენ. რა სიტყვით ამაზე იძლევით თუ არა გარანტიას, რომ ავტონომიურობა ექნება სახელმწიფო უნივერსიტეტს? რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ პროცესში, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, და ეს პროცესი არის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ბოლონიის პროცესი, იმ პროცესის ძირითადი ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიმართულება მე არ გაუშვა ხელიდან და ეს მდგომარეობს რაში? ავტონომიურობა, ბევრად ნაკლებად გულისხმობს ავტონომიურობას ხელისუფლებისგან, ადმინისტრაციისა, ვიდრე აკადემიურ ავტონომიურობას. აკადემიური თავისუფლება არის პრინციპული. მე აბსოლუტურად მზად ვარ და არანაირი мотивация იმისი, რომ უნივერსიტეტის ასე ვთქვათ გამგებლობაში ვიყო ჩართული, მე არ მაქვს, ეს არაა ჩემი იდეოლოგია, მაგრამ ჩემი იდეოლოგია არის, რომ უნივერსიტეტში იყოს დაცული აკადემიური თავისუფლება. ეს არის ის, რასაც მე სულ ცდილობ რომ ვილაპარაკო, თუმცა ცოტა რთულია ამ აქცენტის გადატანა. მე უნივერსიტეტი არ წარმომიდგენია რექტორად. ჩემთვის უნივერსიტეტი არის ლექტორი. და მე ძალიან მაინტერესებს, რომ სტუდენტებმაც და სხვებმაც, ვინც ამ თემებზე მუშაობენ, დაინახონ რანაირად უზრუნველყოფენ ისინი ლექტორების დამოუკიდებლობას. და არა რექტორისა ჩემგან, რომელიც ბუნებრივი არანაირი мотивация არ მაქვს მარტო რექტორები. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. გიორგი მარგველაშვილი პასუხობდა მთავარ კითხვას, კიდევ ერთი მინისტრი იქნება ჩვენი სტუმარი გადაცემის შემდეგ, სოზარ სუბარს დაუსვათ უკვე მთავარ კითხვას. სოზარ სუბარი უპასუხებს მთავარ კითხვას, გილოცავთ თქვენ ოფიციალურად გახდით ძალიან რთული სამინისტროს მინისტრი. და პირველი რაც გააკეთეთ, ჩამოხსენეთ პრეზიდენტის სურათი თქვენს ოთახში. ეს რა იყო, ანუ წარსულს უთხარით ამით თუ არის? არა, უბრალოდ თუ შევედი ოთახში პირველი ეგ შემეფეთა რაღაცა ძალიან მემცხეთა. ბუნებრივი რეაქცია იყო, არაფერი განსაკუთრებული. ვითარება როგორი დაგხვდათ სამინისტროში, სერიოზულად რომ ვისაუბროთ, კიდევ ერთხელ გავამეორებ, ყველაზე რთულ სფეროში მოხვდით. ჩვენ ვიცით რა ხდება, უკვე ვიცით რა ხდება სასჯელ აღსრულების სისტემაში. უფრო რთულში ვიდრე წარმოვიდგენდით თვითონ ჩვენთაგანი, ახლა მეც კი, რომელიც ამდენი წელი სახალხო დამცველი ვიყავი, უფლებების დაცვაში ვიყავი და თითქოს ვიცოდი რა ხდებოდა, გადააჭარბა მოლოდინს, რაც ხდებოდა იმან. რამ გაგაკვირვათ? რა თვალსაზრისით არის? კორუფციის დონემ, უფლებობას, ადამიანის უფლების დარღვევას, სისასტიკეს არ გავუკვირვები ვარ. ჩემთვის მოულოდნელი იყო კორუფციის დონე, იმიტომ რომ კარგად ვიცოდი ელიტური კორუფციის არსებობის შესახებ, თქვათ გეგენავას ბიზნესები თუ მე სხვებმა ჩაანაცვლეს ეს ბიზნესი, როგორ კეთდებოდა ამ ყველაფერში უზარმაზარებული, მაგრამ ის რომ სისტემაზე გახსნილი იყო ქვედარგოლებამდე, ეს იყო წარმოუდგენელი. ანუ მხოლოდ ელიტურ კორუფციაზე არსებობთ ახლა თქვენ? არა, ლაპარაკობ სწორედაც რომ ყველა ბოლო დონემდე გახსნილ ურთიერთობებზე, რომელმაც გადააჭარბა ბევრად იმ მასშტაბებს, რომლებიც იყო შევარდნაძის დროს და გამაოცა ცინიზმმა და დაწესებულებაში მომუშავე ადამიანების ნაწილისა, რომლებიც თქვათ ერთი წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი გზელვადიანი პაემნები დაუშვა კანონმა, დაუშვა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, დაუშვა ძალიან შეზღუდული ფორმით, თქვათ 1-24 დღე-ღამის გატარება. ეს არის ფასიანი, ამაში იხდით ფულს, თქვენ თქვა დაგიფაროთ, იხდის ფულს, თქვათ ადამიანი ოფიციალურად ბიუჯეტში, ამის ზემოთ იხდის $1000, $500-დან $1000-მდე, ეგეთი
ისინი ან იხრები. მაზანდა იყო დაწესებული? კი, იხდის თანამშრომელთან, მაგრამ ამით არ თავდება, აი ცინიზმი იწყება ამის შემდეგ. ცოლ-ქმარი ცხოვრობს ერთად, ამას ხშირ შემთხვევაში იღებდნენ ვიდეოზე და მე ეუბნებოდნენ თუ არ გინდათ რომ YouTube-ზე დავდოთ, Facebook-ზე სადღაც დავაგდოთ, გადაიხადე კიდე ამაში ცალკე ფული რომ ეს ვიდეო სადღაც არ მოხდეს, რაღაც სოციალურ ქსელებში არ დაწრილდეს. აი გადააჭრება ყველანაირ ცინიზმს იმ ყველაფერმა რაც იქ ხდებოდა. ეს ვიდეოები რეალურად არსებობს ბატონო სოზარე? რეალურად არსებობენ ადამიანები, ვინც ფული გადაიხადეს ამაში და ვისაც აჩვენეს ეს ვიდეოები და ცხადია არსებობს. დღეს ეს ვიდეოები ჩვენ ბუნებრივი არ აგვაქვს, ზოგადად იმ სისტემაში არსებული ინფორმაციის დიდი აბსოლუტურად დიდი რაოდენობა არის გატანილი, გამქრალი და განადგურებული კი არა, გატანილი, რომელიც არის ძალიან არასწორი ხალხის ხელში, როგორც ჩანს. ეს არის ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა რაც დაგვხვდა ამ დღეებში, უკვე აშკარად ჩანს, რომ ძალიან ცუდი მოძრაობებია, თქვათ, აკრძალული ნივთების დიდი რაოდენობით შეტანა, ქურდების შეკრება, თქვათ, ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც ისინი დირექტორს იბარებენ და რაღაც ბრძანებებს აძლევენ. ეს ყველაფერი ხდება არა დღეს, არამედ აი წინა დღეებში ძველი ხელისუფლების დროს. ანუ ამ ქურდებს ქონდათ გარკვეული პრივილეგიები ძველი ხელისუფლების პერიოდში სასჯელოსნების დაწესებულებებში ისინი სარგებლობდნენ პრივილეგიებით? პრივილეგიებით მაშინ არ სარგებლობდნენ, მაგრამ ამ დღეებში რაც შეუქმნეს უსე პატარა სათბური ეს არის, ადრეც ის რომ თითქოს საერთოდ აღარ არსებობდა ეს ქურდის ინსტიტუტი, მაყურებლის ინსტიტუტი ესე არ იყო, არსებობდნენ ეს მაყურებლები, ოღონდ თუ კი ადრე იყო რომ ქურდები თავისუფლად იყვნენ და ეს ეგრეთ წოდებული მაყურებლები და კრიმინალური ავტორიტეტები და ფულს კრებდნენ და ადმინისტრაციას გადასცემდნენ. ახლა ადმინისტრაცია თვითონ მშვენივრად კრებს ფულს, ეს აღარ სჭირდებოდათ, მაგრამ ამ ადამიანებს მაინც იყენებდნენ თავიანთი გავლენების განსამტკიცებლად. ანუ სისტემა მოდიფიცირებულად, მაგრამ მაინც არსებობდა. ანუ როგორც ჩანს თქვენ გელით ყველაზე სერიოზული საკადრო ცვლილებები თქვენ სისტემაში. როგორ აპირებთ ამას? სადვარ ამის გასაკეთებლად, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ქვედა და საშუალო რგოლში მაინც უამრავი ადამიანი განაგზობს მუშაობას, მათ შორის სასჯელოსნების დაწესებულებაშიც. დღეს როგორ უნდა გაფიქროთ, ვინ იყო ჩართული წამებაში, ვინ იყო ჩართული ფულის აღებაში, როგორ აპირებთ გაშიფროს ამ ადამიანების? გამოძიება იმედი მაქვს, რომ ყველაფერს დაადგენს, ახლა 100%-ით სტერილი სისტემა მსოფლიოში არსად არ არსებობს, თავარია იყოს ნება, რომ ებრძოლო კორუფციას, ებრძოლო წამებას. აქამდე ეს ყველაფერი იყო სისტემის ნაწილი. ესეთი სისტემა შექმნეს, იმიტომ რომ ასეთი სისტემა უნდა და სისტემა სადაც იყო რომელიც იყო დამყარებული ადამიანის წამებაზე, ადამიანის ღირსების შელახვაზე, ადამიანის დაშინებაზე და კორუფციაზე. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სისტემა აღარ არსებობს, ეს აღარ არის პოლიტიკური ნება, თუმცა სისტემის გარდაქმნას დასჭირდება ბევრი დრო. დღეს ერთი ჩემი რამდენია ეს ბევრი დრო, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ყურადღება არის მიპყრობილი დღეს თქვენი სისტემისკენ. გაჩნია რაღაცები მოხდება ძალიან სწრაფად, ის რომ წამება აღარ იქნება. დიახ. ჩათვალეთ რომ აღარ არის. თუმცა ცელდება კიდევ აი ბოლო დღების მანძილზე რამდენიმე პრეცედენტი იყო, როდესაც პატიმრების სიკვდილის შესახებ გავიგეთ. პრეცედენტები ყოველთვის იქნება, საქართველოში კი არა, რა ვიცი, ნორვეგიის ციხეშიც ადამიანი კვდება, იქაც შეიძლება ზოგჯერ ვიღაცამ ძალადობა გამოიყენოს, მაგრამ ჩვენ ამას შევებრძოლებით ძალიან მკაცრად. ჩვენ ამაზე გვექნება ძალიან დიდი ყურადღება. დღემდე რა ხდებოდა? საგამოძიებო დეპარტამენტი არსებობდა, სამინისტროში არსებობდა რა ქვია, შიდა მოკლევის სამსახური, გენერალური ინსპექცია. კაცი შვილი მათ ციხეში არ უშვებდა, არ შეუშვებდა. არც გამომძიებელს, არც პროკურორს არ უშვებდნენ ციხეში, მინისტრს არ უშვებდნენ ციხეში. ცალკე სამყარო იყო, რომელიც არ ემორჩილებოდა არავის. ამიტომ იყო, რომ იქ ასეთი ფაქტები ხდებოდა. როდესაც დაიწყება კონტროლი, ეს კონტროლი იქნება ძალიან მკაცრი, შესაბამისად იქ ძალიან მკვეთრად დაიკლებს მსგავსი ფაქტები, ყველას ეცოდინება, რომ ის აგებს პასუხს. ახალისებული კი არ იქნება წამება, არამედ პასუხს აგებს წამებელი, პასუხს აგებს ადამიანი, რომელიც ძალას გამოიყენებს. ისე ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ 100%-ით აღმოიფრება, იმიტომ რომ ეს ხდება ყველგან, მაგრამ პოლიტიკური ნება ნიშნავს, რომ 99%-ით აღარ იქნება და 1% ან 0.1% რაღაც შანსი რაღაც გაგეპარება ყოველთვის არსებობს. ისე იგივე შემიძლია ვთქვა კორუფციაზე. კორუფცია აღარ იქნება სისტემის ნაწილი და ხა თუ როდესმე ვინმე გრთამს აიღებს, ну თქვათ 5-დან 4-ს გამოვამჟღავნებთ, 1 შეიძლება გამომჟღავნებელი დარჩეს.
ბატონო სოზარ, გასაგებია ის, რომ წამებაც, კორუფცია უფრო მეტად მართლაც პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა არის სხვა პრობლემებიც ციხეებში, ეს არის გადატვირთულობა ციხეების, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პატიმრების, გავრცელებული ტუბერკულოზი და არაერთი დაავადება. პატიმრები წლების მანძილზე იყვნენ კარგი მედიკამენტების გარეშე, სამედიცინო მომსახურების გარეშე და ძალიან ბევრი ადამიანი კვდებოდა არა მხოლოდ წამებით, არამედ იმით, რომ მათი ჯანმრთელობა იყო საშინაო მდგომარეობაში. ამ თვალსაზრისით რას აპირებთ? ჯანმრთელობა არის უმძიმესი პრობლემა. შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტი ფინანსი სადაც დასჭირდება და ყველაზე მეტი ყურადღება სადაც დასჭირდება. თვითონ ის მდგომარეობა, როცა სასაკლაოდ იყო ქცეული და პატიმარს ყურადღებას არ ექცევდნენ და მომაკვდავ პატიმარსაც კი სახში არ უშვებდნენ, ცხადია დამთავრდება. მძიმე პატიმრები გავლენ იმისთვის, რომ თუ შეუძლებელია მათ იმკურნალობა შეგინით, იმკურნალობ თავისუფლებაში და გადაირჩინონ თავისი ცოცხლე, გადაირჩინონ თავისი ჯანმრთელობა. ეს ერთი მიდგომა, მეორე, გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა პატიმრების ჯანმრთელობას. აღარ იქნება სიკვდილის ექსპორტი, ასე უწოდებდა გიორგი ტუღუში, როდესაც მომაკვდავი პატიმრები გაკავდათ საავადმყოფოში. არა, ცხადია ადამიანი, რომელიც არის მძიმედ გაცილებით ადრე უნდა გავიდეს იმისთვის კი არა, რომ სახში მოკვდეს და ციხეს არ დაეწეროს სტატისტიკა, არამედ იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ ყველა მერტად, არა მარტო ოჯახმა, არამედ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე, მიუხედავად იმისა, ის დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე. ეს ერთი მხარე. მეორე მხარე, გადატვირთულობას რაც შეეხება. აქ არის რამდენიმე მიმართულება, რომელიც ამ პრობლემას მეტნაკლებად მოხსნის. ეს პრობლემა ეს არის ამნისტია, ეს არის პირობითი ადამიანთა გათავისუფლების ეფექტური ამოქმედება და ეს არის ავადმყოფია პატიმრების მძიმე ავადმყოფების გათავისუფლება, თუმცა შეიძლება არ იყოს ახლა ისეთი მასშტაბური როგორც დანარჩენი ორი და მესამე ყველაზე მთავარი ალბათ ეს არის სასჯელთა შეკრებითობის გაუქმება. ეს ოთხი მიმართულება ერთად ძალიან სერიოზულად განტვირთვას. სულ ერთ და იგივეს ვიმეორებ, არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან არარეალურ მოლოდინებს, თქვათ, როცა ამბობენ, რომ მხოლოდ 10% უნდა დარჩეს პატიმრების. ნუ ექნება ნურავის ესეთი არარეალური მოლოდინები. ნურც имас იტყვის ვინმე, რომ ხა ამნისტია არის პანაცეა. ჯამში ყველა რეალური მოლოდინი რა უნდა გქონდეს. ეხლა ციფრებზე ნუ ვილაპარაკებ, მაგრამ ჯამში ეს ოთხი მიმართულება სასჯელთა შეკრებითობის გაუქმება, პირობითი ადამიანთა გათავისუფლების ეფექტური ამოქმედება, ამნისტია და ავადმყოფ პატიმრებისადმი უფრო ლიბერალური მიდგომა გამოიწვევს ძალიან სერიოზულ განტვირთვას ჩვენი გადატვირთულობამ. მიახლოვებს ეს, იმიტომ რომ გადატვირთულობა ყველა საერთაშორისო ანგარიში მთავარ პრობლემაც ახალდებოდა პენიტენციალურ სისტემას. ჩვენ ალბათ მივახლოვდებით საშუალო ევროპულ დონეს. შეიძლება არ ვიყოთ ისეთი როგორც ნორვეგია, მაგრამ საშუალო ევროპულ დონეს მივახლოვდება სტანდარტი. ბატონო სოზარ, ძალიან დიდი პრობლემად იქცა ის თუ ვინ იქნება სახალხო დამცველი საქართველოში, როგორ მოხდება მისი შერჩევა. ძალიან ბევრი ინტერესთა ჯგუფია, ვისაც ყავს თავისი კანდიდატურა, საზოგადოება არის ძალიან აქტიურად ამაში ჩართული. იყო გარკვეული საყვედურები თქვენს მიმართ, იმასთან დაკავშირებით, რომ ყავდათ თქვენი კანდიდატურა, გულისხმობ ნინა ხატისკაცს, რომელსაც თითქოს შეხვდით და გქონდათ გარკვეული შეთავაზება. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შეარჩიოთ სახალხო დამცველი, ისე რომ მას არ კონდეს დაუშვათ ინტერესთა კონფლიქტი და ის არ იყოს ისეთი კანდიდატურა, რომელიც ვერ გაგიწევთ თქვენ ოპონირებას, რადგან სახალხო დამცველმა უნდა გაუწიოს აუცილებლად ოპონირება ხელისუფლების წარმომადგენელს და მით უმეტეს სასჯელ აღსრულების მინისტრს. სახალხო დამცველად უნდა იყოს ისეთი პრინციპული ადამიანი, რომლის პრინციპულობა არ ექნება დამოკიდებული იმაზე, ვინ აირჩევს და ვინ შესთავაზებს მას რამეს. რაც შეეხება ნინა ხატისკაცთან ჩემ შეხვედრას, მე მას არ შევხვედრი ვარ რამდენიმე თვეა. დიახ. მე მისთვის არ შემითავაზებია. მე ვიცი, რომ წამოვიდა ეს ინიციატივა გარკვეული არასამთავრობოებიდან. ქართული ოცნების წევრებს ჰქონდათ მასთან საუბარი, დიალოგი. ლაპარაკობდნენ ამ თემაზე. სხვათა შორის მე ნინა ხატისკაცს ველაპარაკემეც, მაგრამ ველაპარაკე ზუსტად მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მისი განცხადება, რომ ის არ აპირებს, იმიტომ რომ აპირებს დაუჭიროს მხარი სხვა კანდიდატს. ასე რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია, თუ თქვენ ვინმე ეს გითხრათ. რაც შეეხება ზოგადად, მე მქონდა შეხვედრა 4 კანდიდატთან ერთად. ჩემი გუნდის წევრებთან ერთად და მე ვიყავი პარლამენტის წევრი ამ უშინგლამდე ჯერ კიდევ, თუმცა ბოლო დღეებში აღარ ვერეოდი, მას შემდეგაც საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ნამდვილად ვიქნებოდი მინისტრი, მანამდე ახლა მე ვიყავი პარლამენტის წევრი, ჩვენი გუნდის წევრი, ქართული ოცნების წევრი და აი ადამიანის უფლებათა დამცველი ყოველთვის, რა ვიცი, ათეული წელია ყოველ შემთხვევაში.
და ეხლაც იგივე მივიჩნევ ჩემ თავს და ბუნებრივია ამ კონსულტაციებში მონაწილეობდი. კონსულტაციები იყო ძალიან ღია, ხო? ფონდი ღია საზოგადოების ოფისში იყო შეხვედრა 4 კანდიდატთან და 4-ევემ წარმოადგინა თავისი ნიკოლაშვილი ლორთქიფანიძე. აუცილებლად ამ 4 კანდიდატიდან არ გამიცხადებია თუ რომელ მათგანს უჭერს ხარს. აუცილებლად ამ 4 კანდიდატიდან გახდება რომელიმე სახალხო დამცველი თუ შესაძლებელია გაჩნდეს კიდევ სხვა კანდიდატურა. არც პარლამენტი თქვენ ისე თქვენ თუ ყავთ, რა თქმა უნდა, გასაგებია რომ ვერ დაასახელებ, თუ ყავთ თქვენთვის სასურველი კანდიდატურა. თომას ჰამარბერგი იქნებოდა კარგი ამბავი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თავარ კითხვას სოზარ სუბარი პასუხობდა გადაცემაში რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ზურაბ ბიგვავასთან ერთად გასულ საპარლამენტო კვირას შევაფასებთ. თავარ კითხვას ზურაბ ბიგვავა უპასუხებს. საღამოშთობისა ბატონო ზურაბ. საღამოშთობისა. ძალიან საინტერესო კვირა იყო პირველი საპარლამენტო პოლიტიკური კვირა მას შემდეგ რაც ახალი პარლამენტი აირჩია ქართულმა ხალხმა. რა სიტყვით, როგორ ჩაიარა ამ კვირამ, როგორ აფასებთ იმ პროცესებს, რაც გავიარეთ ამ რამდენიმე დღის მანძილზე? ერთი სიტყვით ძნელია მაგის შეფასება, მაგრამ თავარი რა არის? აი საერთო შთაბეჭდილებაა საინტერესო. საზოგადოება მოელოდა რომ ეგრეთ წოდებული უმცირესობა ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა. ყოველ შემთხვევაში ცით რა ჩასაფრებული კი არა, მაგრამ თავშეკავებული იქნებოდა და მათ აირჩიეს სხვა ტაქტიკა, მათ აირჩიეს თავდასხმის ტაქტიკა და მთავრობას, რომელიც ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი იყო, მოთხოვეს მაგალითად წარმოუდგენელი რაღაცა, როდის დაიწყება მაგალითად შემცირება ტარიფების, როდის დაიწყება ხელფასების ამაღლება, როდის დაიწყება კარგი ცხოვრება და მთავრობა ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის. თითქოს ადამიანებს ხო აქვთ ეს მეხსიერება და ხო ყველას ახსოვს რომ ვაცალოთ, როგორ ხშირად ვლაპარაკობდით ამას, რომ ესე იგი გვინდა დრო, სანამ რაღაცას დავიწყებთ. ეს ხო ერთმანეთს არ ეთანხმება. ადამიანები ხო ამას აფასებენ, საზოგადოება ამას აფასებს და მომხრეებიც კი, აი ჯერ კიდე ხო ყავთ შემორჩენილი გარკვეული მომხრეები, რა? რაღაც გარკვეული პროცენტი მომხრეები ჯერ კიდე შემორჩენილი ყავთ და ეს მომხრეებიც კი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ იმ ქცევის ტაქტიკიდან, რაც მათ გამოიმუშაოს და რაც მათ გამოავლინეს აი ამ პირველ სხდომაზე მაინც. ეს, როგორ გითხრათ, ეს იყო აი დამარცხების გაგრძელება ნაციონალური მოძრაობის. ჩემი აზრი ეგეთია და მე მგონი საზოგადოების აზრიც, რომელიც ბევრ სიტუაციაში გამოსჭვივის, ეს არის ელექტრონულ საშუალებებში, სატელევიზიო გამოსვლებში, გაზეთებზე არ ვლაპარაკობ, ესე იგი დანარჩენი საზოგადოება აღშფოთებულია ამ სიტუაციით. ერთი ეგ არის. მეორე მიმართულება რაღაც საოცარი ესეთი უცნაური სიტუაცია მოხდა. თითქოს აქამდე ეს ხალხი რაღაცას ითმენდა და უცებ გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ აი ეს მოთმინების ფიალა აივსო და უცებ აღმოჩნდა, რომ ყველა ტოლვის უნდა რომ ესე იგი აი უცებ გადაწყვეტოს თავისი პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის იყენებს აბსოლუტურად არაადეკვატურ, არაკანონიერ გზას. მე არ ვიცი ახლა ძალიან გამიჭირდება, არ შეიძლება ხელი დაადო კაცს. თუმცა ეჭვები გაჩნდა. ეჭვები არ არის, უკვე ტენდენციაა, იცით, ტენდენცია და არა, მართლობასთან დაკავშირებით გაჩნდა. ეგ დღევანდელ სიუჟეტს უყურე, სადაც ადამიანები ამობენ, რომ აი მერიაში ვიღაცამ გვითხრა, რომ ესე იგი მიდით და დაიკავეთ თუ არის სახელმწიფო, მაგას ხო არ ეუბნებოდნენ ადრე. ეს ხო ყველაფერი ნათლად გამოჩნდება, ეს ხო არ დაიმალება. ეს არის უგნურებაა და ეს უგნურება რამდენად შორს წავა, ეს საზოგადოებისთვის შეიძლება საშიში გახდეს. ამიტომ მე არ ვიცი, ესე იგი შეფასება ესეთია და მე ვფიქრობ, რომ ეს მთავრობა, რომელიც უკვე დამტკიცებულია და ორშაბათიდან კი არა, ხვალიდან დაიწყებს ქმედებას, პირველ რიგში ესეთ მსგავს ფაქტებს უნდა მიაქციოს სერიოზული ყურადღება. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ნებისმიერი, ესე იგი საპარლამენტო უმცირესობას ამ შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერი ტაქტიკა ერჩიოს, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი სახით, ესე იგი გააკეთოს თავისი გამოსვლები, ამით მხოლოდ თავის თავს დააზიანებს. ეს
დემოკრატიის წესია და ეს ხელისუფლება ისე მოვიდა რომ თქვა რომ ეს დემოკრატია უნდა იყოს ძალიან ბევრი და დემოკრატია იქნება ბევრი და ამის გარანტია თვითონ არის ხო? ამიტომ რაც უნდა ის ილაპარაკონ, როგორც უნდა ის ილაპარაკონ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან წამგებიანია მათთვის, სწორედ მათთვის, თუ ეს არ არის კიდე დაკავშირებული რაღაც კონკრეტულ ქმედებებთან, თუ ეს არ არის რაღაც კავშირში. ვფიქრობთ რომ რაიმე გეგმა შეიძლება არსებობდეს არ არის გამორიცხული, არ არის გამორიცხული. თუ კი ესეთ კავშირს გავავლებთ, ანუ ერთი უმცირესობის სტრატეგია და ტაქტიკა პარლამენტში, მეორე ის რომ პრეზიდენტისა და მასთან დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალის ხელშია რეალურად სასამართლო, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, იგივე მერია, ეროვნული ბანკი. როგორ ფიქრობთ, ეს ინსტიტუციები და პოლიტიკური ძალა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ნაციონალური მოძრაობა, რა საფრთხეს შეიძლება ქმნიდეს ახალი მთავრობისთვის? ეხლა გამიჭირდება კონკრეტულად რაღაც გარკვეული მოდელის ჩამოყალიბება რა, საფრთხის მოდელის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ საკმაოდ რთული ახლა მათ თავში რა იხარშება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ აქვს რაღაც გარკვეული წარმოსახული მიზანი და წარმოსახული რაღაც გარკვეული სტრატეგია, როგორ უნდა იმოქმედონ და როგორ უნდა გაიტანონ თავი რაღაც გარკვეულ დრომდე, X რაღაც რიცხვამდე, ეს აბსოლუტურად ესე იგი ნათელია. კი, ამბობენ რაღაც 6 თვის შემდეგ რაღაცა მოხდება, მაგრამ მე ძალიან ეჭვი ეპარება რომ ეგეთი რა მოხდეს. იმიტომ რომ უკვე ჩანს, აი სულ თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ უკვე ჩანს იქიდან რომ როგორ არ არის არაფერი. სამი ძალოვანი მინისტრი წავიდა ქვეყნიდან, გაიქცა ქვეყნიდან. თუ არაფერი დანაშაული არ გაქვს და თუ შენ უკან არაფერს არ გრძნობ, არა? იმის დეკლარირების შემდეგ რომ შენ გეუბნები შენ თუ მართალი იქნები, შენ თუ იქნები, შენ თუ პატიოსანი კაცი ხარ, თუ შენ არაფერი სისხლის სამართლებრივი სადევნი არაფერი არ გჭირს, არავინ არ შემოგედავება არაფერს და ეს კაცი ამას რასაც ამბობს, იმას აკეთებს და ეს ხალხი ამ ხალხსაც ამისი ჯერა. თითქოს ამის მოწინააღმდეგე ოპონენტები რა მტრები თუ ვინაც არიან, მაგრამ მაინც ჯერა თუ ვიცინა ამ ივანიშვილი ამ სიტყვას არ გადავა. ეს ამ ხალხს ჯერა და მაინც ეს ხალხი წავიდნენ, ქვეყნიდან წავიდნენ. ესე იგი მათ აქვთ აი იმის განცდა, რომ მათ უკან რაღაცა დანაშაულები არის. ფაქტია ის, რომ მინიმუმ 2 ახალი მინისტრი ლაპარაკობს კორუფციულ სქემებზე, რომელიც იყო მათ სამინისტროებში. როგორ ფიქრობთ, დაიმსხვრევა მითი იმის შესახებ, რომ ნაციონალურმა ხელისუფლებამ მოსპო ქვეყანაში კორუფცია? ხედავთ დღეს ამ ტენდენციას? რა თქმა უნდა, ეს მითი დაიმსხვრევა, ესე იგი მთელი ეს წინასაარჩევნო კამპანია, სადაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ესე იგი დღევანდელი ხელისუფლება მე ქართული ოცნების წარმომადგენლები ასაბუთებდნენ იმას, რომ ესეთ ელიტარული კორუფცია არსებობს, რომ ამ ელიტარული კორუფციამ გამოიწვია ყველაფერი დანარჩენი, რაც მეერე ჩვენ დავინახეთ, რაც უარყოფითად აისახა საზოგადოებაზე, უარყოფითად აისახა ეკონომიკაზე, უარყოფითად აისახა იმაზე, რომ ყოველი ადამიანის ბოლოს დაიწყეს იმის ლაპარაკი, რომ ადამიანთან უნდა მივიდეს რაღაცა სიკეთე. მანამდე თითქოს ეს ადამიანთა სიკეთის მისვლა 8 წელიწადი არ იყო საჭირო. ჩვენ ვემზადებოდითო რაღაცა მოვამზადეთო, რაღაცა დავაგროვეთო და ეხლა უკვე ვიწყებთო გაცემასო. გამიგეთ? მათ იცოდნენ რომ ეხლა უკვე გაცემის დრო აღარ მოუწევდათ ეს გაცემის დრო. ძალიან ბევრი დაპირებები გასცეს. მაგრამ საზოგადოებამ როგორც ჩანს, ყველაფერი ობიექტურად აღიქვა. საზოგადოება არის სწორედ ის კრიტერიუმი, რომელითაც ფასდება ნებისმიერი კონცეფციის სიმართლე და სიცრუე, ნებისმიერი კონცეფციის მისაღებლობა და მიუღებლობა და სიმართლე სწორედ ხალხშია და ეს ხალხში რო არის სიმართლე სწორედ ეს დაამტკიცა ამ არჩევნებმა. ბატონ ზურაბ, დაპირებები ძალიან კონკრეტული ასევე გასცა ქართულმა ოცნებამაც, ის უკვე მოვიდა ხელისუფლებაში და უკვე მინისტრები დღეს შევიდნენ სამინისტროებში. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ის ეფექტური ნაბიჯები, რაც გაუმყარებს მათ ხელისუფლებას და აღარ იქნება საფუძველი იმისთვის, რომ დაუშვათ ისევ მოხდეს უკანონო შეჭრები თუ გარკვეული დესტრუქციული ქმედებები, რაც ხელს შეუშლის საზოგადოებას ნორმალურ ცხოვრებაში. როგორი ეფექტური ნაბიჯები შეიძლება გადადგას ახალმა მთავრობამ? ძალიან ძნელია მე ვილაპარაკო. რადგან მოლოდინები არის საზოგადოებაში. ძალიან კონკრეტული მოლოდინებია. მთავრობამ უკვე გადადგა რაღაც კონკრეტული ნაბიჯები. მაგალითად გაიავთა
უკაცრავად და ნაგვის გადასახადია რა. განახევთ და ნაგვის გადასახადი. ამაზე ისე სხვათა შორის არის ლაპარაკი, მაგრამ ნაგვის გადასახადი გაიარდა და ნაგვის გადასახადამდე რომ მოიმატა რა. მახსოვს ერთი ამბავი ატყდა რომ ნაგვის გადასახადი გაიარდა და განახევდა ნაგვის გადასახადი. ერთი კონკრეტული ზუსტი კონკრეტული ნაბიჯი. ვიზნევანიშვილმა თქვა რომ პირველ რიგში ჩვენ მოვლით ტოვილების პრობლემას. ეს იქნება ყველაზე სერიოზული პრიორიტეტი, იმიტომ რომ რიგის გარეშე უნდა დავაკმაყოფილოთ ეს ადამიანები, რომელსაც ამდენი ტანჯვა გაიარეს. მაგრამ ტოვილები მაინც ეხლა რაღაც ნაწილმა ტოვილების ესე იგი მოუთმენობა გამოიჩინეს და რაღაც გარკვეულწილად კანონი დაარღვიეს. მე ვფიქრობ, რომ კანონის თელი სიმკაცრით, რა თქმა უნდა, სისულელი აი როგორ უნდა მოიქცეს ესეთ ფაქის მომენტში, ბატონო ზურაბ, ხელისუფლება, როდესაც საქმე გვაქვს დაუშვათ დევნილებთან ან სოციალურად ძალიან დაუცველ ფენასთან, რომელიც შეიძლება ჩადის უკანონობას, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება ისე, რომ დაამყარონ ერთი მხრივ წესრიგი და მეორე მხრივ ეს ადამიანები არ დარჩნენ უკმაყოფილო. შესაძლებელია ესეთი რამე, ქართულ სინამდვილეში ესეთი, ქართულ კულტურაში ესეთი რამე მოსულა და ესეთი რამე შესაძლებელია ადამიანს ადამიანურად უნდა დაელაპარაკო, გააგებინო, გაარკვიო სიტუაცია და ადამიანები მიხვდებიან რაშია საქმე. და გვერდით, ამის გვერდით იქნება ძალიან ბევრი მატერიალური სიკეთე, რომელიც ტოვილებთან პირველ რიგში მივა, მართლაც პირველ რიგში მივა. და ეს საკითხი გადაწდება, ისე როგორც გადაწდება ყველა ძალიან ბევრი სხვა საკითხი. რა თქმა უნდა, ყველა საკითხი უცებ არ გადაწყდება. ყველა სიტუაცია უცებ არ მოგვარდება, მაგრამ ხალხო, ჩვენ 8 წელი შიშის ქვეშ ტელეფონების სამზარეულოში და საშხაპეში დამალვით, ესე იგი, ცხოვრობდით და ესეთი რაღაცა მოვითმინეთ და ეხლა არ გვინდა რომ ესე იგი უყუროთ ცოტა ხანი სულაც ერთი დღეც არ გასულა თავრობის დამტკიცების შემდეგ და ჩვენ გვინდა რომ თავრობა უკვე წინასწარ დღესვე ისე როგორც აი იმ უმცირესობას რომელსაც არ ვიცი მე ეხლა არ მინდა სახელები და ესე იგი განსაზღვრებები დავიწყო ამისი მაგრამ ამ უმცირესობას ესე იგი ოდნავ მაინც ყუა არა აქ რომ ადამიანს აცალეს კი ჯერ დაამტკიცონ და მე რეკითხე როგორ აკეთებს ის იმას შენ რომ თუმცა ბუნებრივია რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდეს თავისი კონკრეტული პოლიტიკური მიზანი ხომ ასე ეს არის დღეს დამარცხებული პოლიტიკური ჯგუფი და ეს პოლიტიკური მიზანი რაშია იცით ესე იგი მათ სხვა გამოსავალი არა აქვს ესენი წასული არიან ეგრეთ წოდებულ ვაბანგზე და მიდიან და აი ამტკიცებენ იმას რომ ისინი მართლები არიან ისინი ხალხისთვის იბრძენ და ის ხალხი ვინც მოვიდა ისინი არ არიან კომპეტენტურები ისინი არასრულებენ თავის სიტყვას თითქოს თავიანთი ყველა სიტყვა ამათ უკვე გააკეთეს ყველა სიტყვა შეასრულეს ყველა დაპირება ყველა წინასწარ დადებული ხელშეკრულება ხალხთან ხო გახსოვთ როგორ იყო ეს გავრცელებული ეს ხელშეკრულებები ხალხთან ყველაფერი შესრულებულია ყველაფრის დენონსაცია მოხდა იმ ხელშეკრულებების და ახალ ხელშეკრულებაზე ახალ ადამიანებს თხოვენ რომელსაც ერთი დღე არ უმუშავიათ ჯერ რომ დაიწყონ იმ პროგრამის შესრულება რომელიც მათ დასახული აქვს და რომელსაც ხალხმა დაუჯერა პერსპექტივა როგორი არის პოლიტიკური თქვენი აზრით ნაციონალური მოძრაობის მიუხედავად მათი მიზნებისა? მე დარწმუნებული ვარ, ჩემ მოეკარო ცოტა ხანში გამოვლინდება ძალიან ბევრი ისეთი ფაქტი, დამტკიცებული, არა წამებით და არა ვთქვათ ზეწოლით გამოვლენილი და არა შვილის დაჭერით ესე იგი აღიარებული ჩვენებები, დამტკიცებული ფაქტები გამოვლინდება, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას სულ ცოტა სირცხვილის განცდას ესე იგი მოუმატებს და სირცხვილი იქნება რომ ნაციონალურ მოძრაობამ კიდევ ვილაპარაკოს იმაზე რომ ის იყო ეფექტური, ის იყო ხალხისათვის და მან გააკეთა ესე იგი რაღაც ისეთი წარმოუდგენელია საქართველოსთვის. ეს იქნება სირცხვილი და ნაციონალურ მოძრაობას მე არ ვიცი ესე იგი დაშლა შეიძლება დიდი პერსპექტივაა რომ ის დაიშალოს. ფაქტია ის რომ მართლაც უპრეცედენტო რამ მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხდა მშვიდობიანად გადაბარება ხელისუფლების, ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების დიდი ნაწილის. როგორ ფიქრობთ ბატონო ზურაბ, უბრალოდ როგორ აფასებთ სტრატეგიული პარტნიორების, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობ, ასევე ევროპის სხვა ევროპული კავშირების როლს იმაში, რომ ეს პროცესი დასრულდა მშვიდობიანად? და რამდენად გაქვთ იმედი, რომ ისინი ახლაც გააკონტროლებენ ვითარებას ქვეყანაში? ისეთ რა მათი კონტროლის ასე ვთქვათ არეალი არც თუ ისე დიდია ესე იგი ქვეყანაში სიტუაციის გაკონტროლების მაგრამ ისინი ძირითად მიმართულებებს ხედავენ და ამ ძირითად მიმართულებებზე იძლევიან რჩევებს და მათ აქვთ რაღაც გარკვეული ბერკეტები რომ ზემოქმედება მოახდინონ ну ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაზე სხვათა შორის არა მარტო საქართველოში მთელ მსოფლიოში და
ეს როლი ჩემი აზრით იყო მხოლოდ დადებითი. თუმცა გარკვეული დრო დაჭირდა მათ იმათში, რომ დარწმუნებულიყვნენ, რომ ახალი ძალა, რომელიც მოდის, ეს ის ძალაა, რომელიც არ არის დესტრუქციული, არ არის, როგორ გითხრათ, ესე იგი, არ ეწევა ქვეყანას უკან, და ეს მათ პირდაპირ თქვეს და პირველი ამის დეკლარირება როგორც კი მოხდა, ბევრი რამე შეიცვალა უკვე დამოკიდებულებაში, ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის და თითო სტრატეგიული, ასე ვთქვათ, ვექტორები ძალიან სხვადასხვანაირად გადანაწილდა. ამას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა და მეორე, ესე იგი, ეს იყო ქართული ოცნების და მისი ლიდერის აუცილებლად უნდა აღინიშნოს ძალიან სწორი სტრატეგია და ხაზგასმა იმაზე, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მხოლოდ არჩევნების გზით ვაპირებთ ხელისუფლების შეცვლას. ფიქრობ თუ არა, რომ წარმატებული იქნება ახალი მთავრობა? დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა. მთავარ კითხვას ზურაბი გვაუპასუხობდა, მეორე შაბათამდე გემშვიდობებით, სასიამოვნო შაბათსა და კვირას გისურვებთ.